Fly Georgia's თვითმფრინავი ფრენას ხვალიდან იწყებს ახალი ავიაკომპანიის პრეზენტაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალიაც დაესწრო. Ავიაკომპანია 3 აგვისტოს თბილისი-ბათუმის რეისში ასრულებს. კომპანიაში 70 გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანია დასაქმებული. რეისები ახალი ტიპის Airbus-ის თვითმფრინავით შესრულდება. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა და შექმნა საქართველოში, რა თქმა უნდა, ქმნის კონკურენციას და ქმნის ავიაბილეთების უფრო ხელმისაწვდომობა საქართველოს მოსახლეობას შექმნება საშუალება მიფრინოს ამ ავიაკომპანიით, უფრო ხელმისაწვდომი ბილეთებით და ეს რა თქმა უნდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია 70 ახალი თანამშრომლისთვის, რომელიც იმუშავებს ამ ავიაკომპანიაში. ჩვენი კომპანიის ახალი ტექნოლოგია, გზავრთა კომფორტი და უმაღლესი სტანდარტები შექმნის საჰაერო მიმოსვლაში ახალ განზომილებას. საქართველოსთან თანამშრომლობა განპირობებულია ქვეყანაში არსებული სიმშვიდითა და უსაფრთხოებით, რაც კაპიტალის დაბანდებისათვის იდეალურ გარემოს წარმოადგენს. თქვენი ქვეყანა მზარდია და ვიმედოვნებ, რომ Fly Georgia ხელშეუწყობს ტურიზმის განვითარებას. წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ ის რეფორმა, ურთულესი რეფორმა და ძალიან რთული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, მაგრამ ეს იყო აუცილებელი ისევ ჩემი ქვეყნისთვის. 15 ავიაკომპანია იქნა დახურული. ჩვენ მოვითხოვთ ევროპულ და მსოფლიოს ყველაზე მაღალ სტანდარტებს ავიაციის სფეროში. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ბიზნეს ჯგუფები დაინტერესდნენ საქართველოში ავიაკომპანიის შექმნისთვის. და ჩვენ მზად ვართ, იქ უკვე ლიბერალურია, მთავარია აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მოთხოვნებს.